მოგესალმებით მეგობრებო 26 მაისის დღე ახლოვდება და რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობა ამ დღეს არ გამაზავს და მოაწყობს ბინძურ პროვოკაციებს და ყველაფერს იზავს იმისათვის რომ ხელისუფლებას გამოაყენებინოს ძალა და მერე პარალელები გაავლოს ნაბოზარი მიშას მიერ დარბეულ 26 მაისსა და ახლანდელ 26 მაისს შორის და მერე იყაყანებენ რომ აი რა განსხვავებაა რასაც აკეთებდნენ ნაცები იგივეს აკეთებენ ქოცები მაგრამ რა თქმა უნდა ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის შედარება არ შეიძლება და ნაციონალური მოძრაობა მაშინაც როცა ხელისუფლებას წარმოადგენდნენ და ეხლა როცა ოპოზიციას წარმოადგენენ თავიდან ბოლომდე მაშინაც და ახლაც 100%-ით ბოროტი ბუნების მატარებელი პარტიაა და ქართული ოცნების შედარება არ შეიძლება ნაციონალურ მოძრაობასთან. მე დიდი ეჭვი მაქვს რომ იმ შემთხვევაში თუ კი ნაციონალური მოძრაობა მოახერხებს და რამოდენიმე 1000 კაცის მობილიზებას მოახდეს 26 მაისს თვითონვე მოახდინონ მსხვერპლშეწირვა და გააჩინონ საკრალური მსხვერპლი, იმიტომ რომ მათ უკვე სხვა გზა აღარ აქვთ დარჩენილი და ერთადერთი მათი მიზანი და მათი გადარჩენის მცირე შანსი არის იმაში, რომ იქნებ მსხვერპლი გაჩნდეს და მერე ამას უმართავი პროცესები მოყვეს და ფიქრობენ, რომ ამას გამოიყენებენ სათავისოდ, მაგრამ როგორც წინა ვიდეოში აღვნიშნე, რა თქმა უნდა, ცდებიან ამაშიც და აცდენილი არიან რეალობას და იმ შემთხვევაში თუ საქართველოში უმართავი პროცესები განვითარდება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დედა მოეთყნება ნაციონალურ მოძრაობას. რაც შეეხება ისე 26 მაისს, ხო? რატომ ვიძახი ამას, რომ დიდი ეჭვი მაქვს, რომ თვითონვე გაწირონ რომელიმე თავიანთი ტვინგამორეცხილი პროვოკატორი. გავიხსენოთ მაედნის პროცესები, ხო, როგორ ვითარდებოდა იქ პროცესები და როგორ დახვრიტეს ადამიანები და ამას აბრალებდნენ იანუკოვიჩის ხელისუფლებას, რომ სნაიპერებმა მოკლეს ადამიანები, მომიტინგეებიო, ხო? მაგრამ მოგვიანებით ძალიან კარგად გამოჩნდა რაც მოხდა, ხო? და დღეს უკვე ფაქტია, რომ მომიტინგეები დახვრიტეს ისევ მომიტინგეების მხარემ და თვითონ გაწირეს ის ადამიანები, რომ ის პროცესები განვითარებულიყო საბოლოო ჯამში, რა პროცესებიც განვითარდა უკრაინაში და მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ უბედურებაში, რაც უკრაინაში დატრიალდა, აი იმ ადამიანების დახვრეტაში დიდი როლი ითამაშა სააკაშვილმა და ლორდ ქიფანიძემ, რომელსაც დაუფასეს ეს და საკმაოდ მაღალ თანამდებობაზეა დღემდე უკრაინაში. რაც შეეხება საქართველოს, მე იმედს ვიტოვებ, რომ ნაცებს არ მიეცლევათ იმის საშუალება, რომ აი ეს თავიანთი დამპალი გეგმები განახორციელონ და მიაღწიონ თავიანთ დამპალ მიზანს და ხელისუფლება და სახელმწიფო აღმოჩნდება მოწოდების სიმაღლეზე და იმ შემთხვევაში თუ კი საჭირო გახდება ძალის გამოყენება ხელისუფლება არ დაიწყებს რაღაცა დემოკრატიობანას თამაშს და გამოიყენებს ძალას და არ მისცემს ნაციონალურ მოძრაობას იმის საშუალებას რომ 26 მაისის დღე ჩაშალონ და ჩააშხამონ ამ ქვეყანას და ქართველებს. ასე რომ დავილოდოთ 26 მაისს შევხედოთ როგორ განვითარდება პროცესები და როგორც უკვე აღვნიშნე ვიქონიოთ იმედი იმისა რომ ყველაფერი კარგად იქნება ეს დღე ჩაივლის ისე როგორც ეკადრება საქართველოს და როგორც გვეკადრება ქართველებს. ეს არის რისი თქმაც მინდოდა 26 მაისის დღესთან დაკავშირებით.